Am წუთებში კი საპროტესტო აქცია იმართება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან. უკვე ერთი კვირაა ჟურნალისტები კოკა კაციტაძესთან შეხვედრას ითხოვენ მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც დაკავების დროს ბათუმის პოლიციის უფროსმა შეურაცხყოფა მიაყენა და შეაფურთხა. სწორედ ამ გარემოებების განხილვას სურთ ჟურნალისტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელთან. ირაკლი გებუაძისთვის სილის გაწვნის გამო ჟურნალისტს პატიმრობა აქვს შეფარდებული და 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება, ის მე-17 დღეა შიმშილობს. ნინა მაჩაბელი იმყოფება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და მოგვიყვება რა ხდება ადგილზე. ნინა გისმენთ. აქცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან უკვე რამდენიმე წუთია დაიწყო და თქვენ კადრში ხედავთ რა ხდება. აქ არიან მოსულები ჟურნალისტები, კონსტიტუციონალისტები, ის ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ მზია ამაღლობელის ახლა უკანონო პატიმრობას. იქიდან გამომდინარე, რომ მზია ამაღლობელს, როგორც ეს ადამიანები ამბობენ, სისხლის სამართლებრივი არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და ის არის ახლა რეჟიმის მსხვერპლი, მას ჯიან სათანადოდ იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს და პირველ რიგში ეს ადამიანები თვლიან, რომ მზია ამაღლობელი დღეს ისჯება საკუთარი საქმიანობის, დამოუკიდებელი საქმიანობისა და ჟურნალისტიკის წარმოების გამო. მე გავესაუბრები აქ მყოფ ადამიანებს, ჟურნალისტებს, რომლებიც არიან მოსულები. თქვენ გკითხავთ, სტუდია მონიტორის ჟურნალისტი, მზია ამაღლობელს დღეს ჯიან სათანადოდ მიზან მიმართულად რას ემსახურება ეს და რატომ არ არის ამ დრომდე დაზარალებულად ცნობილი? მზია ამაღლობელის პატიმრობა არის ნათელი მაგალითი იმისა, როდესაც ხისტი ავტორიტარული რეჟიმის ჯის აქტივისტს, დამოუკიდებელ მიუკერძოებელ ჟურნალისტს, მაშინ როცა თვითონ ყავს პროპაგანდისტული მედიები და მათთვის ერთადერთი სტანდარტი ჟურნალისტიკის არის პროპაგანდისტული სამთავრობო მედია. მზია ამაღლობელი არის ცალსახად სინდისის პატიმარი და მისი პატიმრობა არის გზავნილი სხვა დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის და აქტივისტებისთვის, რომ თქვენ დაისჯებით, თუ თქვენ გააპროტესტებთ ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ. მადლობა ვასილ დაბრუნდაშვილი ასევე აქციაზე. ვასილ, რატომ ისჯება მზია ამაღლობელი აი ასე განსაკუთრებით უდგება სისტემა ჟურნალისტს, რომელმაც ვერ აიტანა გარკვეული გარემოება, შეურაცხყოფა და პროტესტის ნიშნად პოლიციის უფროს გაარტყა ხელი. მაშინ, როდესაც არ ისჯებიან ჟურნალისტებზე თავდამსხმელები, რას ნიშნავს ასე სამაგალითოდ დასჯა? ზუსტად მეც ეს შეკითხვა მაქვს, ანუ რატომ არ არის აქამდე დასჯილი გურამ როგავაზე თავდამსხმელი, რატომ არ არის მაკა ჩიხლაძეზე თავდამსხმელი აქამდე დასჯილი? ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ იქცევა დიქტატურა, ხო? ამ ქვეყანაში წარმოუდგენელი რაღაც არ მე უბრალოდ მინდა ერთი რაღაც თქვა იმ ადამიანებს მიმართო, ვისაც ამ საკითხზე გადაწყვეტილებები ხელეწიფებათ, რომ ანუ უბრალოდ ერთი წუთი დაფიქრდით, რას ნიშნავს, როდესაც ადამიანი 17 დღე შიმშილობს და მე ერთი წუთით დაფიქრდით ასევე იმაზე, რატომ მონაწილეობთ ამ პროცესში და რის ფასად მონაწილეობთ ამ პროცესში. ხო, რაღაცა ჰუმანური ფაქტორები ხო არსებობს ამ ქვეყანაში, ხო არის შემორჩენილი რაღაცები, თუ არის შემორჩენილი, ხო თავისუფლება მზია ამაღლობელს და თავისუფლება ნებისმიერ პოლიტიკურ პატიმარს, რომელიც დღეს არის რეჟიმის ტყვე. მადლობა ვასილ დაბრუნდაშვილს უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში და ხედავთ აქ არიან პოსტერებითა და პლაკატებით მოსულები ჟურნალისტები და ის ადამიანები, ვინც მხარს უჭერენ მზია ამაღლობელს. მზია ამაღლობელი უკვე მე-17 დღეა რაც პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს. ის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არის საყურადღებო, მას აქვს ქრონიკული დაავადება, დიაბეტი და ბუნებრივია შიმშილობა მისთვის არის ძალიან სახიფათო, იმიტომ რომ ნებისმიერ წუთს შეიძლება ვითარება კიდევ უფრო მეტად დამძიმდეს და სავალალო შედეგამდე მივიდეს. ალეკო ცქიტიშვილი ასევე აქციაზე, მე მასაც ვკითხავ, ბატონო ალეკო, რასაც უყურებთ, როგორც ისჯება მზია ამაღლობელი, რას ნიშნავს, რა მოცემულობა ეს? სამწუხაროდ საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა გაუქმებულია და გადაქცეულია ივანიშვილის რეჟიმის სადამსჯელო ინსტრუმენტად. ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ რაიმეს მოიმოქმედებს, თუნდაც ეს უწყება, რომელიც არის ზუსტად პასუხისმგებელი პოლიციელების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიებაზე. ჩვენ აქ მართავთ საპროტესტო აქციას სწორედ იმიტომ, რომ არანაირი რეაგირება არ მოახდინა ამ უწყებამ, კონკრეტულად მზია ამაღლობელის წინააღმდეგ
წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე, როდესაც პოლიციელებმა მასზე იძალადეს, სხვა ჟურნალისტების წინააღმდეგ, სხვა სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე არანაირი რეაგირება არ არის ამ უწყების მხრიდან და ეს არის სწორედ ნიშანი, რომ ეს კარიკატურული დიქტატორი ივანიშვილი მართავს თელს მართლმსაჯულებას და არანაირი სამართალი აღარ არის ამ ქვეყანაში და როგორც პროტესტის მონაწილეები ვამბობთ, რომ ყველგან პოლიცია არსად სამართალი, სწორედ ამას გულისხმობს, რომ სამართალის მიღწევა მხოლოდ ესე საპროტესტო აქციებით და მოთხოვნით შეგვიძლია, რომ მივაღწიოთ სამართალს. მადლობა, პირდაპირ ეთერში ალიკოც ქიტიჩულს უსმენდით. აქ ნელა ემატებიან ჟურნალისტები და თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში უყურებთ როგორ შლიან დიდ ბანერს, სადაც აწერია თავისუფლება ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელს მზია ამაღლობელს. დასავლელი პარტნიორებიც გამოთქვამენ მხარდაჭერას და შეშფოთებულები არიან მზია ამაღლობელის საქმით და ბუნებრივია. მზია ამაღლობელის საქმე არის სწორედ განგაშის მომცემი, იმიტომ რომ ის ისჯება საკუთარი პროფესიონალიზმისთვის, იმისთვის რომ ის არის დამოუკიდებელი. ასევე კიდევ ჟურნალისტებთან მათაც ვკითხავ, მზია ამაღლობელს დაზარალებული სტატუსი ამ დრომდე არ აქვს, არადა უმძიმესი ამბავი ვიცით, პოლიციის განყოფილებაში პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე როგორ მოექცა მას სახეში შეაფორთხა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკური ანგარიშტორება რამდენიმეჯერ სცადა. ხელოვნურად წელავს სპეციალური საგამოძიებო სამსახური დაზარალებული სტატუსის მინიჭებას. ეს ნიშნავს, რომ ამ ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის მის დამიკრიტიკულად განწყობილი ადამიანები საერთოდ არ არსებობენ, მათ არ აქვთ არც ჯანმრთელობის უფლება, არც თავისუფლება და არც ის უფლებები, რომელიც წესით, კონსტიტუციით და კანონით აქვს გარანტირებული მოქალაქეს. ქართულ ოცნებას არ აინტერესებს იმ ადამიანების ბედი, რომლებიც მას აკრიტიკებენ. ქართულ ოცნებას არც ერთი ჟურნალისტის და აქციის მონაწილის საქმე არ გამოუძიებია და არ დაუსჯია არც პოლიციელები, არც სპეცნაზმელები და არც ტიტუშკები. სამაგიეროდ ჩვენ ხედავთ, როგორ მყისიერად ხდება ადამიანების დაკავება, როდესაც პოლიციელისკენ გაიწევს, როდესაც მას მიაყენებს შეურაცხყოფას თუ ასე შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ ყველა ინსტიტუტი ექვემდებარება ქართული ოცნების რეჟიმს და ამ რეჟიმის ინტერესებში არ არის გამოიძიოს მათ შორის არც ყველაზე ერთ-ერთი კეთილსინდისელი და პატივსაცემი ჟურნალისტის და მედია დამფუძნებლის საქმე და დასაჯოს პოლიციელი, რომელმაც მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ეს ნიშნავს, რომ ზოგადად ყველა ინსტიტუტი და მათ შორის სამწუხაროდ სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას და ამ ქვეყანაში კრიტიკულად განწყობილი ადამიანების და ჟურნალისტების უფლებები არ არის დაცული. მადლობა, პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ და უსმენთ გელამ თებუშილს, რომელიც ხმის გამაძლიერებლით მიმართავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს კოკა კაციტაძეს. მას აქვს ჩამოკიდებული საინფორმაციო ბანერიც, რომელზეც აწერია ბოიკოტი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. მაშინ, როდესაც გელა დაასრულებს ბუნებრივია მის მიმართვას კოკა კაციტაძისადმი, ჩვენ მას მოგუსმენთ და გავიგებთ, რას გულისხმობს ის, როდესაც ბოიკოტს უხდებს ამ სამსახურს. მანამდე მამუკა ანდღულაძე უნდა ჩავთვალოთ პირდაპირ ეთერში, მაგრამ მამუკა, რასაც ვუყურებთ ჩვენ ახლა, რამდენად საფათოა დემოკრატიული ქვეყნისთვის, სწორად ქვეყნისთვის, რომელიც აცხადებს, რომ დემოკრატიული უნდა იყოს. ჟურნალისტის ასე სამაგალითო დანაშაული რამდენად საფრთხის შემცველია. ეს არის სერიოზული გამოწვევა, ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესი, ამიტომ რეჟიმი არის გადასული შემდეგ ეტაპზე, ანუ გამორჩეულ ადამიანებზე ახდენს ასეთ თავდასხმას. ზოგადად რაც ქვეყანაში ხდება, დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლებას ეკისრება. ამ შემთხვევაში ესენი არიან ოკუპანტები. ოკუპანტსაც ეკისრება სრული პასუხისმგებლობა, ამიტომ რაც კი ხდება ქალბატონ ზიასთავზე და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება, ამათი ვალდებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი არ აცდება. მადლობა, ნანუკა ჟორჟოლიანი არის აქ და მე მას პირდაპირ ეთერში გავესაუბრები ასევე. ნანუკა, სამაგალითოდ ისჯება მზია ამაღლობელი პროფესიონალიზმის გამო და იმის გამო, რასაც ამ წლების განმავლობაში ჟურნალისტიკით აკეთებს. ხომ რატომ მიიტანეს ასე წნეხი, სამაგალითოდ რატომ ისჯება თქვენი
თქვენი შეფასებით? ძალიან მარტივი მიზეზი მზია არის მართლა სინდისის პატიოსნების წესიერების და სტანდარტის განსახიერება. მზიას პრობლემა არ აქვს მხოლოდ ამ ხელისუფლებას ყოველთვის. მზია იყო ჟურნალისტი, რომელიც იყო სიმართლის მხარეს, რომელიც ოპოზიციური სიტყვა არ მომწონს. არა, იყო იქ, სადაც უნდა ყოფილიყო როგორც ჟურნალისტი, მისი ყველა სტანდარტის გათვალისწინებით, მაგრამ მედიის წნეხისთვის არ გაუძლია არც ერთ ხელისუფლებას და ვერც გაუძლებს ვერც ეს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ როგორ ვიმოქმედებთ, ჩვენ მისი კოლეგები გარეთ. რეჟიმმა სხვა გზა არ დაუტოვა მზიას და ის შიმშილობს უკვე მე-17 დღეა და ექიმები საგანგაშო პროგნოზებს აკეთებენ იმის გათვალისწინებით, რომ ქრონიკული დაავადება აქვს, დიაბეტს გულისხმობ. მას ფაქტობრივად სისტემამ სხვა გზა აღარ დაუტოვა, გარდა იმისა, რომ პროტესტის ამუკიდურეს ფორმისთვის მიემართა. ამ დროს სპეციალური საგამოძიებო სამსახური დაზარალებულად არცნობს იმ ეპიზოდისთვის, რაც მოხდა პოლიციის შენობაში ირაკლი გებუაძის მხრიდან. რას ნიშნავს ის, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური არ ასრულებს საკუთარ მოვალეობას? ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არ უნდა პრეცედენტის დაშვება, რომ თუ რაღაცა ტიპის გამონაკლისს დაუშვებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიციაში შიდარყევები დაეწყებათ. ასე ფიქრობენ ისინი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში სასწორზე მათი გადასახედიდან უკან დგას პოლიციელი, მაღალჩინოსანი, რომელიც წარმოიდგინეთ მათი შეხედულები და შეფასები დამცირდა. ანუ ამაზე გადის ახლა ეს საკითხი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? ვინ ვაჯობებთ? პოლიციელები გვაჯობებთ თუ ჟურნალისტები? ახლა ეს ომია და ამას ჩვენ მოვიგებთ. ჟურნალისტები ნამდვილად ერთიანები არიან. გელამ თეორიშვილს შევიყვან ახლა პირდაპირ ეთერში, რომელიც მიმარტავს კაციტაძეს იმისათვის, რომ გამოვიდეს და შევიდეს ჟურნალისტებს. გელა, ერთი კვირის წინ ვიყავით აქ მოსულები, დაწერეთ წერილი კოკა კაციტაძეს. მაგრამ ამ დრომდე პასუხი არ არის. თავისუფლება პოლიტპატიმრებს! გელა, რატომ არ გვხვდებათ კოკა კაციტაძე და აი ეს საინტერესო საინფორმაციო ბანერი გაქვთ, ბოიკოტს უცხადებს საგამოძიებო სამსახურს. ასრულებს რუსული რეჟიმის დავალებებს და შესაბამისად მზიას ჩვენს კოლეგას, რომელიც უკანონოდ არის დაპატიმრებული ციხეში, ამ დრომდე არ აქვს დაზერალებული სტატუსი, რაც რეჟიმს უადვილებს მის პოლიტიკურ ტყვეობაში ყოფნას. მოვვითხოვთ კაციტაძისგან დაუყოვნებლივ მიენიჭოს მზიას დაზერალებული სტატუსი და სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდეს ირაკლი გებუაძეს, რომელიც მხილებულია სისხლის სამართლის დანაშაულებში, მზიას მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში, სასტიკ მოპყრობაში, მე ვიტყოდი წამებაშიც კი, რის შემდეგაც ის უნდა დაისაჯოს და პასუხი აგეს, მზია კი გათავისუფლდეს უკანონო პოლიტიკური პატიმრობიდან. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ მეც მათ შორის, როგორც ერთ-ერთი დაზარალებული ჟურნალისტი, მრავალ კოლეგას შორის, რამდენიმე საქმეზე ვარ დაზარალებული, ცნობილი და რამდენიმეზე უსტატუსო ვარ. არც ერთი ალბათ არ არის დაჭერილი დამნაშავე. არც ერთი არ არის დაჭერილი, არავინ აღარ ვაპირებ უწყებასთან თანამშრომლობას, ვაცხადებ ბოიკოტს ამ უწყებას, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება სპეციალურად არის შექმნილი ეს უწყება და მასევალება, არც ერთ დანაშაულზე აღარ ვითანამშრომლებ, თუ მზიას არ ექნება დაზარალებული სტატუსი და ბათუმის მილიციის უფროსი გებუაძე არ დაისჭება. უღრმესი მადლობა გელამ თიულიშვილს უსმენდით პირდაპირ ეთერში, რომელიც აცხადებს, რომ ის ბოიკოტს უცხადებს ამ სამსახურს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მანამდე სანამ მზია ამაღლობელს დაზარალებული სტატუსი არ ექნება და ირაკლი გებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსი არ იქნება გამოძიების დამთავრებამდე მაინც უფლებამოსილება არ ექნება შეწყვეტილი. გოგი გვახარია არის აქ პირდაპირ პირდაპირ ეთერში მაინც კითხავთ პოზიციას როგორც ჟურნალისტი, როგორ აფასებთ მზია ამაღლობელის საქმეს? პირველ რიგში მთავარია, რომ მზია იყოს ჯანმრთელი. თუ მზია დღეს უკვე წერენ, რომ ლიდერია ჩვენიო და ლიდერი გვჭირდება ჩვენ ჯანმრთელი. ეს არის ყველაზე მთავარი. ყველაფერი დანარჩენი არის ჩემი აზრით მეორე ხარისხოვანი და ავიც მე პირადად კი არ მომისმენს, მაგრამ აი უბრალოდ ვეხვეწები და ვთხოვ რომ ჩვენ გვჭირდება კიდევ მეორე თავისუფლება, სჭირდება ჯანმრთელი ადამიანი. მადლობა. გოგი გვახარიას უსმენდით თქვენ პირდაპირ ეთერში მე რა გადავიდე და მას საუბრო. მე ბატონო მერაბ, თქვენ როგორ უყურებთ მზია ამაღლობელის საქმეს? ის ისჯება იმისთვის, რასაც წლებია უკვე აკეთებს. დაზარალებული სტატუსი ამ დრომდე არ აქვს, არა და საკმაო პერიოდია გასული, თითქმის 3 კვირა. რას ცდილობს საგამოძიებო სამსახური? აჭიანურებს თქვენი შეფასებით დაზარალებული სტატუსის მიცემას? ხო, ბუნებრივია ხა ჩვენ ამ სამსახურის მუშაობას კარგად ვიცნობთ ამ დღეების განმავლობაში, განსაკუთრებით როცა აქციები მიდიოდა.
თქვენ ყველანი პირდაპირ ეთერში ადევნებით ვაყუთ რამდენი პოლიციელი ჩადიოდა დანაშაულს. როგორც ცემდნენ 10 პოლიციელი წაქცეულ ადამიანს. კამერების წინაშე პოლიციელმა როგორც ცემა ჩვენი კოლეგა გურამ როგავა. გვახსოვს ხო რომელიმე საქმე გამოიძია კოკაკაციტაძე? რომელიმე პოლიციელი ერთმანეთს დასაჯეს? ანუ აი ეს ხელისუფლება კოკაკაციტაძე და სხვები პირდაპირ გვეუბნებიან რომ პოლიციელებს აქვთ ყველაფრის უფლება, პოლიციელებს აქვთ ხალხის ცემის უფლება და თქვენ თუ ოდნავ შეეხებით პოლიციელს, ჩვენ უკაცრესად დაგჯით და მე ეს პოლიციელი თუ ზიამაღლობელს იქნება თუ სხვა დაკავებულ შეურაცხყოფას მიაყენებს, შეაფურთხებს, ფაქტობრივად არაადამიანურ მოპყრობას ექნება ადგილი. სახალხო დამცველმა თქვა რომ დაკავებულებთან წამების სტოლფას მოპყრობას ჰქონდა ადგილი და ამ ადამიანს კოკაკაცე არც ერთი არ დაუსჯია. შესაბამისად, მე ხა არანაირი იმედი არ მაქვს იმისი, რომ კოკაკაციტაძე ამ საქმეს გამოიძიებს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აქ კოკაკაციტაძის გადადგომასაც უნდა ვითხოვდეთ თანამდებობიდან იმ უმოქმედობის გამო, რასაც ადგილი აქვს მისი მხრიდან. მადლობა, აქეთ გადმოვინაცვლებ, სადაც არიან ასევე ჟურნალისტები. თამარ ბაღაშვილს ხედავ, მე პირდაპირ ეთერში და მას გავესაუბრები. თამარ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური წესით უნდა იძიებდეს ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევებს და სჯიდნენ მოძალადეებს, მაგრამ თითქმის არც ერთ შემთხვევაში არ ისჯებიან მოძალადეებს. სამაგიეროდ ხედავთ მზეამაღლობას, რა სამაგალითოდ მსჯიან სისტემის პირადი პატიმარია, პოლიტიკური პატიმარია. როგორ აფასებთ თქვენ ამ საქმეს და რამდენად საზიანოა დემოკრატიისთვის მზეამაღლობელის кейსი? თითქმის არა, ნინა, არც ერთ შემთხვევაში არ დასჯილან მოძალადე ძალოვანები, ეგრეთ წოდებული სამართალდამცველები და პოლიციელები, როცა ისინი ძალადობენ და პირდაპირ აი მართლა სასიკვდილო დარტყმებს აყენებდნენ ჟურნალისტებს და ნახეთ ხო ჩვენ არაერთხელ პირდაპირ ეთერში აი ეს დამცირება არა ადამიანური მოპყრობა, რასაც ადგილი ჰქონდა ზიას წინააღმდეგ და შემდეგ უკვე მზიას ის რეაქცია, რაც მან გამოხატა ირაკლი გებუაძისადმი, ეს იყო ყველა ჩვენგანის, ყველა ჟურნალისტის, ყველა ნაწამები და შეურაცხყოფილი ჩვენი მოქალაქის სახელით გაცემული პასუხი ეგრეთ წოდებული ძალოვანი უწყებების და ეგრეთ წოდებული პოლიციის მიმართ. ამიტომ ეხა არ ვიცი, ეხა ჩვენ პრაქტიკა და გამოცდილება კარნახობს იმას, რომ კოკაკაციტაძის უწყება არასოდეს არ გამოიძიებს ირაკლი გებუაძის აი ამ დამამცირებელი მოპყრობის საქმეს და არასოდეს არ დასჯიან ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, მაგრამ ჩვენ ჟურნალისტები და ჩვენი ის ყველა ადამიანი, მე მგონი აი არ ვიცი, ეხა ამ შემთხვევაში 17 დღეა შიმშილობს ადამიანი და ალბათ არ ვიცი, არ არსებობს არავინ, ვინც სოლიდარობას და თანადგომას არ უცხადებდეს მზეამაღლობას. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ამ ქვეყანაში დადგეს დრო, როცა მოძალადეებს დაერქმევათ მოძალადეები, ისინი აგებენ პასუხს და არა დამოუკიდებელ ჟურნალისტებს გამოკეტავენ ყოველგვარი მიზეზის გამო, მიზეზის არარსებობის გამო საპატიმროებში, ისევე როგორც ამას პუტინი აკეთებს. მადლობა, თამარ ბაღაშვილს უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში, გადმოვინაცვლები ისევ აქ ძალიან ბევრი ხალხია და ნელ-ნელა კიდევ უფრო მეტი აქციის მონაწილე უერთდება ამ ტერიტორიას. მე აქეთ გადმოვინაცვლებ და შევეცდები, რომ სხვა ჟურნალისტები ჩავრთო პირდაპირ ეთერში, იურისტებიც არიან აქ, მათ პირდაპირ ეთერში გავესაუბრები თქვენთვის რას ნიშნავს მზეამაღლობელის საქმე და შეიძლება თუ არა რომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაეწყოთ მზიას მიმართ ამ კონკრეტული შემთხვევის გამო, თუ ეს არ არის მიზანმიმართული დევნა ჟურნალისტის? ამ ქვეყანაში ბოლო თვეებში ჩვენ ვნახეთ უამრავი სასტიკად ნაცემი ადამიანი, ვისაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, მათ შორის მათი დიდი ნაწილი სრულიად მშვიდობიანი მონაწილეები იყვნენ აქციის და არავის პასუხი აუგია ამის გამო საქართველოში. უბრალოდ ნორმალური საგამოძიებო მოქმედებებიც კი არ ჩატარებულა ამ მიმართულებით. შესაბამისად, ამ ფონზე ზიას პატიმრობაში ყოფნა არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი, გაუგებარი რამ და არაფერი საერთო ამას კანონთან არ აქვს. სანამ ზია არის ციხეში, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში არის სრული უკანონობა, ისევე როგორც უამრავი ადამიანი კიდევ ვისი პატიმრობაში ყოფნაც არის სრულიად წარმოუდგენელი, თუნდაც იმ კანონების პირობებში, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს. მადლობა. გურამ როგავა არის აქ. გურამ.
შენი კადრე, არ ვიცი, ალბათ მოიარა მსოფლიომ, როგორ გირტყავს სპეცრაზმელი გამიზნულად. მიკროფონი გიჭირავს და შენი იდენტიფიცირება ძალიან მარტივი იყო, მაგრამ ის არ დასჭირდა. ამ უმძიმესი დანაშაულის გამო სამაგიეროდ ხედავთ ერთი სილის გარტყმისთვის, მზია ამაღლობელს როგორ სჭიან. ხელის მითათუნებისთვის. ხო, გარტყმაც არ იყო ეს სათანადოდ, აი როგორ რას ნიშნავს? ამბობს რომ ტკივილი განიცადა და სიწითლე აღენიშნებოდა რაღაცა დრამა ქვინია ჩვეულებრივი დადგა დრამა რომ ახლა მოკლედ მზიამ რა ვიცი სასტიკი ტკივილი მიაყენა მას. რასახის რეჟიმია ჩამოყალიბებული? რატომ ისჯება მზია აი ასე სახელდახელოდ? ხო, მზია არის სიმბოლო, არის შეგნებული სამიზნე, რომ ყველასთვის იყოს გზავნილი, რომ უნდა შევშინდეთ, გავჩუმდეთ, არ ვილაპარაკოთ და დავემორჩილოთ ბიძინა ივანიშვილის მითითებებს და ჩვენს ნიუსრუმებში მისი მითითებებით უნდა ვაშუქოთ ამბები და მზია არ წარმოადგენს ასეთ ნიუსრუმს და ამიტომაც არის სამიზნე. ის არის იმ გავლენიანი და ავტორიტეტული მედია ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელსაც აქვს საზოგადოების ნდობა და სწორედ ამას ებრძვის ახლა ივანიშვილი, ასეთ მედიებს ებრძვის, ხო? თქვენ გებრძვით ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ არის ახლა და სამაგიეროდ პრემიები ერიცხებათ იმ ჟურნალისტებს, ვინც მამუკა მდინარაძისგან ქართული ოცნების ცენტრალური ოფისიდან იღებს მითითებებს, დირექტივებს და რა ხდება ახლა, რომ აი ჩვენ ვიმყოფებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 2 თვეზე მეტი გავიდა ჩემს დასმის დღიდან და შედეგი არ აქვს ამ გამოძიებას, ისევე როგორც წარსულში არც ერთ მსგავს საქმეს შედეგი არ ქონია და არც ექნება. კოკა კაციტაძეს არ აქვს პოლიტიკური ნება და ნებართვა, რომ გამოიძიოს ეს საქმეები და ესეც არის სიმბოლური. ანუ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ რეალობაში, სადაც გვეტყვიან, რომ უფლებებით ვერ ვისარგებებთ და ამიტომ უნდა გავჩუმდეთ და ჩვენ ხო ხედავთ, რომ საპირისპირო ხდება და ასე რომ მამუკა მდინარაძეს, ბიძინა ივანიშვილს, სხვა ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში ვიღაცებს არ უნდა გქონდეთ იმის იმედი, რომ ჩვენ დავიღლებით. მადლობა გურამ, რომ გავასუსმენდით თქვენ პირდაპირ ეთერში ადამიანს, რომელსაც აქციის გაშუქების დროს სპეცრაზმელი გამიზნულად თავს დაესხა და მას ძალიან მძიმე ტრავმა მიაყენა. ახლა მე მინდა გაჩვენოთ რა ხდება აქ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მოპირდაპირე მხარეს. სამანქანე გზის სავალი ნაწილი დაიკავეს ჟურნალისტებმა და აქციის მონაწილეებმა. ისინი მოუწოდებენ სხვებსაც, რომ გადმოვიდნენ აქ ამ ტერიტორიაზე და სამანქანო მიმოსვლა ფაქტობრივად შეზღუდონ პროტესტის ფორმა არის ეს, რისი სრული უფლებაც აქვთ ადამიანებს, იმიტომ რომ კონსტიტუციაში წერია, რომ არსებობს პროტესტის ეს ფორმა და შეუძლია ნებისმიერ ადამიანს გამოიყენოს საკუთარი პროტესტის გამოსახატად. ჟურნალისტების ნაწილი და აქციის მონაწილეების ნაწილი, როგორც უკვე გითხარით, გამოსულია. ამის პარალელურად აღსანიშნავია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კარი ჩაკეტილია და შიგნით გაძლიერებულია დაცვის სამსახური. ამის პარალელურად რამდენიმე ეკიპაჟი არის საპატრულო პოლიციის, მათ შორის დაკავების მანქანები მიმდებარე ტერიტორიაზე. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში რამდენიმე წუთია, რაც ჟურნალისტები გადმოვიდნენ სავალ ნაწილზე, მაგრამ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არ გამოჩენილან. სავარაუდოდ ცოტა ხანში უკვე მიიღებენ გარკვეულ ბრძანებას და მოვლენ აქაც. თუმცა მანამდე უნდა ნინია კაკაბაძეს ვკითხო პირდაპირ ეთერში. პროტესტის ეს ფორმა აირჩიეთ სამანქანე გზაზე, სავალ ნაწილზე გადმოხვედით, მზია ამაღლობელის პლაკატებით. რა პროტესტის ფორმა და რას ეუბნებით ამით იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ქუჩაზე მოძრაობენ? ვინც ამ ქუჩაზე მოძრაობენ, რომ მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური პატიმარი, არის აი ამ რეჟიმის, ამ სასტიკი რეჟიმის პატიმარი, ქალი, რომელიც მე-17 დღეა შიმშილობს და ვითხოვთ მის უპირობო თავისუფლებას. ეს აქტი არის ის, რომ უფრო მეტი ადამიანი ჩავრთოთ ამაში, იმიტომ რომ მაგალითად სამთავრობო ტელევიზიების მაყურებლებმა არიციან, რომ მზია ამაღლობელი შიმშილობს. მადლობა ნინია კაკაბაძეს უსმენდით თქვენ პირდაპირ ეთერში. ასეთია ვითარება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან. ჟურნალისტები, აქციის მონაწილეები, მოქალაქეები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები აქ მოსულები არიან იმისთვის, რომ ამ სამსახურის ხელმძღვანელს კოკა კაციტაძეს მოსთხოვონ, რომ დაზარალებულად იყოს მზია ამაღლობელი ცნობილი და ასევე გამოძიების დასრულებამდე ირაკლი დგებუაძეს შეუჩერდეს უფლებამოსილება. მზია ამაღლობელი უკვე მე-17 დღეა, რაც შიმშილობს და მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.